ადამიანებს ზუსტად გონიათ, რომ მარტო თვითონ აქვთ რაღაცა პრობლემები, ან მარტო არიან რაღაც ამასთან. აი ეს თვით აქტუალიზაცია ყველაზე მწვავე დგება რეაბილიტაციის პროგრამის მერე. ნებისყოფა არსებობს, აქ დამოკიდებულ ადამიანს, მაგრამ მიზანი აქვს სხვა. რეალურად ეს არ არის პრობლემა, რომელიც ნებას ექვემდებარება სამწუხაროდ. ტოვებენ ეს რეაბილიტაციო ცენტრებს თუ დროზე ადრე, მერე ხვდებიან. და ნუ ბევრი მალევე უკან მოუბრუნებულა, რომ ვაფშე საწავედია. ან ინსტრუმენტს გამოვიყენებ, ან გადავავადებ, ან რაღაცა სხვით ჩავანაცვლებ, ყოველ შემთხვევაში ტოლვას აღარ მივცემ უფლებას, რომ აკონტროლოს მე. მოგესალმებით, ეს არის ზენ ცენტრის პოდკასტების სერია რეჰაბიტატი. წარმოგიდგენთ მეოთხე ეპიზოდს და ვისაუბრებთ მეოთხე ეპიზოდში რეაბილიტაციის გზაზე. მე დამოკიდებულების კონსულტანტი ჯუნა თუთფერიძე და ფსიქოთერაპევტი, ზენის ფსიქოთერაპევტი სოფო მოსია. მოგესალმებით, სოფო. რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი რო არის, არა ეს უკვე მე მგონი ნელ-ნელა ცნობილი ხდება. და მინდა გითხო ესეთი რამე, რომ ზოგადად აი რას მოიცავს რეაბილიტაცია და ადამიანს რამ უნდა უბიძგოს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, რომ დაიწყოს გამოჯამრთელების გზა და რეაბილიტაცია მიაყოლოს ამ გამოჯამრთელების გზას. პირველ რიგში გეტყვი, რომ ძალიან მიხარია შენთან ამ ფორმატში საუბარი და ცოტა რთული კითხვა დავსვით. რეაბილიტაცია რას გულისხმობს? რეაბილიტაცია არის საკმაოდ რთული პროცესი, თავისი არსით, ხანგრძლივი პროცესი და მისი საბოლოო მიზანი არის ადამიანის აღდგენა გამოჯამრთელება. ეს გამოჯამრთელება გულისხმობს როგორც სულიერ, ფსიქოლოგიურ, სოციალური რესურსების გაჯანსაღებას, ასე ვთქვათ, ხო? ასევე მთლიანად მთელი მისი პიროვნების და ცხოვრების რესტრუქტურირებას, თუ შეიძლება ესე ვთქვათ რა. ეს არის პროცესი, სადაც ადამიანები შეიძლება სულაც არ მიდიოდნენ თავიანთი შინაგანი ესეთი მაღალი გაცნობიერებულობით, რომ ნამდვილად ჭირდება, მაგრამ ზიანიდან და პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება უკვე ხვდებოდეს, რომ რაღაცა დახმარება ჭირდება და ეს დახმარება სად თუ არა ყველაზე საუკეთესო ინტერვენციების ფორმატში, ხო, როგორც არის რეაბილიტაცია. კი, გეთანხმები, ხანდახან და ხშირად ახლა ჩვენთან ხო მოდიან ადამიანები, რომელთაც შინაგანი мотиваცია საერთოდ არ გააჩნია, ეგენი ტიპიც ხო არიან რა, რომ აქვთ мотиваცია ისეთი, რომ მაგალითად აი ოჯახი ეუბნება უკვე. საერთოდ ვერ ხვდებიან, რომ ეგრეთ წოდებული ფსკერიც რო განვიხილოთ, რომ ვერ ხვდებიან, რომ ფსკერზე არიან, მაგრამ აი გარედან ეს ან ცოლი იქნება, ან მშობელი, ან რაღაცა ან სამსახურის დაკარგვა, ესეთი რაღაცები უბიძგებს ხოლმე, რომ ან ვიღაცის ხათრით, რომ აი წავა თქვენი ხათრით ამ რეაბილიტაციაში და მე პროცესში ის მოდის უკვე ეს გაცნობიერება, როგორ შინაგან мотиваციაში გადასვლას, რასაც ვეძახით, გადადის უკვე შინაგან мотиваციაში და უკვე მერე ამის მერე ხდება ჩემი დაკვირვებით, უკვე რეალური გამოჯამრთელების დაწყება რა. კი, ესია, გეთანხმები, ეს არის ის წერტილი, ნამდვილად, სადაც ადამიანი იწყებს რეალურად გამოჯამრთელებას. მართალია ეს გარეგანი мотиваცია ვიღაცის რაღაცის გამო მივდივარ ხშირია, თუმცა აი ცოტა შეიძლება ვერ დაგეთანხმო იმ ამბავში, რომ საერთოდ განცდაში არ გქონდეს ადამიანს, რომ მას სჭირდება დახმარება. ამდენი წლის პრაქტიკის განმავლობაში მე ესეთ შემთხვევა თითქმის არ მქონია. ადიქციის პრობლემა ვისაც აქვს, ყველა ადამიანს დგება. აბსოლუტურად ეს არის ემოციური ტკივილი, ფსიქოლოგიური ტკივილი, სოციალური ვარყოფიდან გამოწვეული ტკივილი. თუმცა ადამიანი ძალიან ხშირად ვერ აცნობიერებს ერთი იმას, რომ ჭირდება დახმარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და მეორე არ იცის დახმარების გზები. ბევრჯერ უცდიათ. თითქმის არ არსებობს მომხმარებელი ადამიანი, ვისაც არ უცდია, რომ აი რაღაც პერიოდი გაჩერდეს, გამოფხიზლდეს, ბევრჯერ უთქვამთ, რომ აღარ მინდა, მაგრამ ის თუ რამხელა მობილიზება არის საჭირო ამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისთვის და პასუხისმგებლობის აღებისთვის, რომ მე ვადგები გამოჯამრთელების გზას და უნდა გავიარო საკმაოდ
დიდი გზა, საკმაოდ დიდი მუშაობის თვალსაზრისით, ხო? ეხლა ადამიანს ეს უნარი, რომ რაღაცას დრო დაუთმო ხანგრძლივი პერსპექტივისთვის და ხანგრძლივ მიზანზე ორიენტაციით, ხო? ეს ცოტა რთულია რა, ყველას გვაქვს ეს, რომ გვირჩევნია სწრაფად რაღაცეები, ვიდრე ეხლა დავაგოდოთ შედეგს. სწრაფად რომ მივიღოთ რაღაცეები. სწრაფად. აი ხანგრძლივი მუშაობა ჭირდებაო რა ახსენე რა. როგორ ამას ადამიანები მოდიან რომელთაც აი წლების მოხმარების გამოცდილება აქვს ხო აი რამდენი წელი ერთ და იგივე წრეზე ტრიალება უნდა გაუფხიზლება მაგრამ ვერ ფხიზლდება ცოტა ხანი შეძლებს რაღაც რეალურად მეუბნები რომ შენ თავს აჩუქე ნუ რამოდენიმე თვე ან წელი და ეს უკვე ძალიან ბევრია რა კი დიდი ძალისხმევა უნდა ჩადო მაგრამ ესე რომ შეხედო ცოტა გვერდიდან არაფერი დიდი დრო არ არის იმისთვის, რასაც გაძლევს, რა შედეგი შეიძლება მიიღოს ადამიანმა, მაგრამ საიდან ამოვიდეს და როგორი ცხოვრება შეიძლება დაიწყოს, ხო? ის რამოდენიმე თვე თუნდაც რეაბილიტაციაში გატარებული და შემდეგ ამის ამაზე მუშაობა, ხო? რაღაც ადამიანებს ეძლევა საშუალება შეხვდეს საკუთარ თავს, რეალობა მიიღო. თავი პრობლემა რა არის, ხო? რეალობის მიღება არ შეუძლიათ ადამიანებს. და რეაბილიტაციაში ნელ-ნელა მაგას სწავლობენ, რომ ეს რეალობას შეხედონ თვალებში და აღარ იყვნენ გაქცევის რეჟიმში რა ესე ვთქვათ. კიდე ერთი საინტერესო თემა არის ჩემი აზრით რა ნებისყოფაზე რომ მიდის ხოლმე საუბარი რა რომ აი არა აქვს ნებისყოფა დამოკიდებულ ადამიანებს რომ ნუ რაღაც ცუდები არიან და ასე შემდეგ მაგრამ ამ ნებისყოფაზე და აი კაცი არა ხარ შენ ეს უნდა შეძლო მაგაზეც ნუ ესეთი თემა არის რომ ხშირად მაგითი გაწვევი არ მოკლისე რომ თქვა დამოკიდებულ ადამიანს მე ჩემი შეხედულება ნებისყოფასთან დაკავშირებით რა საუბრობთ მანამდე რომ ეს ნებისყოფა არსებობს აქ დამოკიდებულ ადამიანს მაგრამ მიზანი აქვს სხვა და იყენებს იმ მიზნის მისაღწევად რაც იმ მომენტში ჭირდება და ეს მიზანი შეიძლება იყოს რაღაცა იქამდე მისასვლელი მოხმარებამდე მისასვლელი მიზანი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს ჩემი აზრით ეგეც ძალიან ნებისყოფაა და მაგარი ნებისყოფაა მაგრამ ზუსტად რეაბილიტაციაში სწავლობს ადამიანი რომ ეს როგორ მიმართოს სწორი მიმართულებით რომ ეს ნებისყოფა გამოიყენოს არა ნარკოტიკის თუ ალკოჰოლის თუ იმის მისაღებად არამედ რაღაც ჯანსაღი რაღაცების მისაღებად რა ესე ვფიქრობ მე და ამაზე ძალიან მაინტერესებს შენი აზრიც ბატლობა ჯუნა ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთი საკრალური საკითხი წამოწია შეიძლება ითქვას ნებისყოფის საკითხი გამოჯამრთელებაში ზოგადად ხო მაშინ მე მაინც მოვიშველიებ რაღაცა მეცნიერულ არგუმენტებს ზოგადად რომ უფრო აი ადამიანმა მით უმეტეს სვენელმა კარგად გააცნობიეროს რასთან აქვს საქმე ხო როცა მით უმეტეს როდესაც ადიქციებთან არის საკითხი დაკავშირებული მოკლედ ნებისყოფა ეს არის შინაგანი ძალების მობილიზების უნარი რომელიც ადამიანს სჭირდება გარკვეული მიზნის მიღწევის გზაზე წინააღმდეგობების გადასალახად ნახე ნებისყოფა თავისთავად რაც ჩვენ აი ელემენტარული ყველა ცოცხალი არსებისგან გამოყოფს და განგვაცხოვებს ვიცით რომ ეს არის აზროვნება და მეორე არის ნებისყოფის უნარი ნებისყოფა ეს არის მიზანმიმართული ქმედება ანუ ეს არის რაღაცა გაცნობიერებულობის ძალიან მაღალი ხარისხი ოღონდ ეს გაცნობიერებულობა არის ორ მთავარ იმპულს შორის რა მინდა ამ წუთას ეხლა და რა მჭირდება დროში გახანგრძლივებულად თუ ვიმსჯელებთ აი ამ იმპულსების ჩარჩოში ხო აი იგივე ცხოველი ვახსენეთ ხო რომ რაღაცა გარკვეული ტიპის იმპულსური ქცევები ნებისყოფასთან მიმართებაში აქვს ცხოველებს ხო როცა შეა ცხოველს ელემენტარული ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მოქმედებს ამ საკვების მოსაპოვებლად მაგრამ ჩვენ ადამიანები განსხვავებით იმით რომ ამ ბაზისური მოთხოვნილებების გარდა გვაქვს რაღაც სოციალური ჩარჩოები, გვაქვს ვალდებულებები, გვაქვს პასუხისმგებლობები. ანუ ჩვენ ვართ განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე, რაც ზუსტად იმპულსის კონტროლს გულისხმობს. ანუ მე შევაჩერო ჩემი შიმშილი სურვილი და ეხლა შენ თუ რაღაცა ბურგერი გიჭირავს ხელში არ გამოგლიჯო. ხო? იმიტომ რომ რაღაც ჩარჩოებში ვზივარ. ითვლება რომ აი ქცევითი ფსიქოლოგიის, კოგნიტური ფსიქოლოგიის მიხედვით
აი ეს ზღვარი იმპულსსა და მიზანმიმართულ ქმედებას შორის, აი შუაში რაღაც ძალიან თხელი ზღვარი არის ჩარევის სამიზნე, რომელიც ადამიანს ასწავლის იმპულსური მოთხოვნილებების კონტროლს. ანუ მინდას კონტროლს იმის საფუძველზე რა მჭირდება. ანუ ეს არის გაცნობიერებულობის ხარისხი, გადაწყვეტილების უნარი და ამ რაციონალური განსჯის უნარი, აწონდაწონვის უნარი, რაც მთავარია და ამ განსჯის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით ქმედების განხორციელება. ხო? ანუ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ითვლება ახლა ბავშვი დაბადებით არ იბადება ჩამოყალიბებული ნებისყოფით, ხო? რაღაც 2 წლიდან იწყება ნებისყოფის ჩამოყალიბება, როდესაც სწავლობს მიზანმიმართულ ქმედებას, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. აი ეს პროცესი განსაკუთრებით დასრული ადამიანის ცხოვრებაში არის საკმაოდ რთული. რთული, ეხლა მაგალითად ადამიანი, რომელსაც აქვს წონის პრობლემა და მიზანი აქვს, რომ რაღაცა ვიწრო ჯინსებში ჩაჯდეს, ხო? არც ეს გზა არ არის მარტივი. ხო, რაღაცა ყვების ორგანიზება, ქცევის ორგანიზება, გარკვეული შეზღუდვების დაწესება საკუთარი თავისთვის, იმისთვის, რომ მივიდეს მიზნამდე. ეს პროცესი არის რთული. და რეაბილიტაციას წეგან რომ ვამბობდით, ხო, რეალურად აი ამ ძალიან მაგარი რესურსის განვითარება ხდება მთელი რეაბილიტაციის პროცესში, რომ მე ვაკონტროლო ჩემი ამ წამინდელი იმპულსური რეაქციები, ვმართო ჩემი აზროვნების გაცნობიერებულობის საშუალებით და მივახციო ჩემ მიზანს, რაც მე რეალურად მჭირდება. რაც არის ჩემი სწორი არჩევანი. აი მინდასა და მჭირდება შორის განსხვავების სწავლა. მოკლედ რო თქვა ისე. არის ერთი, ხო. რომ რაღაცა მინდა და ყველაფრის ფასათეს უნდა მივიღო, აღარ არის. უკვე ნელა ადამიანი იწყებს იმის, რომ აი რა არის ჩემთვის საჭირო რა არის. შეიძლება ბევრი რამე უნდადეს ადამიანს, მაგრამ ის რეალურად აზიანებდეს. რაც მოყავს ხო ადამიანი თქვა რეაბილიტაციამდე თუ მოვიდა, ხო. სულ მინდა და სურვილების დევნა ასე შეიძლება ასე ვთქვა. ესე ვფიქრობ, რომ აი ამაგის განსხვავებით იწყება რეალური თავისუფლებაც მოდის მე რა, რომ აღარ ახარ უკვე შენი სურვილების აღარ არის ადამიანის თავისუფლების მონა აღარ არის რა და უკვე რაღაცა მართლა თავისუფალი არსება არის რა. დიახ. ესე ვფიქრობ. გეთანხმები ეგრე ნამდვილად, იმიტომ რომ ფსიქოლოგიის კონტექსტში თავისუფლება რა ეგრე ითარგმნება რა. თავისუფლება არის რეალურად საკუთარი იმპულსების კონტროლის უნარი მიზანმიმართული ქცევით. ანუ თავისუფლების მოთხოვნილება ეს არის საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღების მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ეს არც ერთ შემთხვევაში არ არის ასოციალური ქცევები ან რაღაცა ზედმეტი რაღაცა კანონით აკრძალული ან მორალურად მიუღებელი რაღაცა ქცევების განხორციელება. ასევე არის ერთ-ერთი მე რომ მოყვება ხო ყველაფერი მნიშვნელოვანია ხა რაღაცას ვერ გამოვუქ რომ აი და მაინც ამ რეაბილიტაციის პროცესში ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ ის ალბათ ყველაფერი ერთმანეთზე მიბმულია რა რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი ამბავიც არის რომ ეს ჯგუფური თერაპია მე გუნდური მუშაობა რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალური მუშაობაც აუცილებელია მაგით ვთქვი რომ რაღაც რომელი უფრო მნიშვნელოვანია ვერ მაგრამ ეგ უფრო ალბათ კონკრეტულ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინ როგორ მდგომარეობაში მოდის, ხო? ზოგს სჭირდება ინდივიდუალური მუშაობა და მე უკვე ამ ინდივიდუალური მუშაობიდან უკვე ჯგუფური თერაპია ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და მაგაზე შენი აზრი მაინტერესებს აი ჯგუფური თერაპიის მნიშვნელობა რო ვთქვათ რეაბილიტაციაში რა და რატოა კარგი? მოკლედ მოდი თავიდან იმას ვიტყვი ხო რომ არსებობს რეაბილიტაციის პროგრამის ნებისმიერ სფეროში რა სხვადასხვა მოდელები. ხო თუნდაც ამბულატორიული რეაბილიტაცია, რეზიდენტული რეაბილიტაცია არსებობს ასევე რაღაცა თვითდახმარების ჯგუფები, მეცნიერული თეორიებზე დაფუძნებული რეაბილიტაციის ანუ ეს მოდელი არის ძალიან ბევრნაირი. და არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს და სოციალური ფსიქოლოგიის წიგნი გვიდებს აგერ. ერთ-ერთი სოციალური ძალიან დიდი კვლევა არის, რომელიც ეფუძნება იკვლევს ეფექტურობას. ჯგუფური ჯობია, თერაპია, ადიქციებში განსაკუთრებით თუ ინდივიდუალური. და ითვლება, რომ ჯგუფურ თერაპიას ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებაში უფრო ბევრი ბენეფიტი აქვს. ან პირველი ეს არის რომ დროში ეფექტურია
მეორე ის არის, რომ შედარებით ნაკლებ ფინანსურ რესურსს საჭიროებს ჯგუფური მუშაობა. მესამე არის ალტრუიზმის პასუხისმგებლობის და სხვებზე ზრუნვის უნარების განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი არის ჯგუფურ თერაპიაში და გარდა ამისა აქ კარგად ვლინდება სოციალური დასწავლის ფენომენი, რაც არის, რომ ადამიანები მიბაძვით, იმიტირებით სწავლობენ. და ეს ჯგუფური თერაპია მით უმეტეს თუ იმ ჯგუფში არიან მოდელები, მაგალითები, ხო, ადამიანები, ვინც დაძლია გარკვეული ტიპის პრობლემა, ან ვინც უკვე რეაბილიტაციის გარკვეულ ეტაპზეა და რაღაც დამამთავრებელ, დამაგვირგვინებელ საფეხურზეა ახლა, ხო? ეს არის ცოცხალი მაგალითი, რაც აძლევს ადამიანს სტიმულს, მოტივაციას, რომ მასაც შეუძლია. ხო? ანუ ეს არის საკუთარი თავის რწმენის, თავდაჯერებულობის, საკუთარი თვითეფექტურობის განცდის ძალიან დიდი საშუალება და გარდა ამისა, ჯგუფურ პროცესში თვითონ ხდება ბევრი ისეთი უნარის განვითარება, კომუნიკაცია, ასერტულად საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უნარი, ხო? კარგი მოსმენის უნარი, რაც ინდივიდუალურ თერაპიაში ნაკლებია. და რეალურად ეს არის ის უნარები, რაც მე ჩვეულებრივ ცხოვრებაში პირდაპირ გადააქვთ ადამიანებს. ანუ განსაკუთრებული ძალის ხმევა არ ჭირდება. ხო? ამიტომ კი. ისიც ხომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ზუსტად გონიათ, რომ მარტო თვითონ აქვთ რაღაცა პრობლემები, ან მარტო არიან რაღაც ამასთან. და ამ ჯგუფური თერაპიის დროს ახლა ერთი რო ლაპარაკობს, მეორე იმხელა იდენტობებს იჭერენ ხოლმე, რომ ზუსტად იგივე ვცნობდი, ვფიქრობდი, ეს დამემართა რაღაც. ხანდახან იმდენად გავს ხოლმე თვითონ მოვლენებიც კი ცნობებს და ემოციებს რო დავანებოთ. და თვითონ მოვლენებიც თითქმის ერთნაირია ხოლმე ახლა. ჯგუფებს რო ესწრებით რა და აი მაიგა ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ადამიანს. სადღაც ხდება რომ არ ყოფილვარ მარტო და ჩემნაირი კიდე რამდენია რა და რაღაცა ხდება, უკვე ხდებიან, იმიტომ ძალიან ის არის რომ აი არ არსებობს რაღაცა გზა. ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის ხო რაღაცა გზა არსებობს რომ შეიძლება ამას დავი დააღწიო. აი მან უკვე ხდება რომ რაღაცაშია საქმე რა. მგონია რომ მან კიდე ერთი პატარა ნაპირწყალი იბადება რა იმედის რა თუ თავიდან იმედი არის ხო მთავარი რომ ეს არის უნივერსალიზაცია, პრობლემის უნივერსალიზაციის გაცნობიერება. ანუ ამით ხვდებიან ადამიანები, რომ დაავადებას თავისი კლასიკა აქვს რა. და მარტო მას განცდაში უაქვს რაღაცა განსაკუთრებულად მე მჭირს რეალურად ეგრე არის. ხო, დაავადება იწყება, მიმდინარეობს და ნეგატიური შედეგებით მთავრდება ყველა შემთხვევაში. და გეთანხმები, რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგ ჯგუფური თერაპიისთვის. ასევე რეაბილიტაციის დროს მთავარი კიდე ერთ-ერთი რა არის, რომ უსაფრთხო განემო არის ხო ამ სარეაბილიტაციო ცენტრში, როდესაც ადამიანი იქ ცხოვრობს და ხელი არ მიუწვდება მოხმარების საგნებთან, არის თავისუფალი, არა აქვს ცდომა გარის სამყაროსთან ეს სულ რაღაც ინფორმაცია ტრიგერებისგან თავისუფალია და ამ უსაფრთხო გარემოში რამდენი ხანიც არის ხიზლად. და იგი ძალიან მნიშვნელოვანია ხიზელ ადამიანთან იმუშაოს უკვე ფსიქოლოგმა და მე თავის თავზე იმუშაობს უკვე ხიზელი გონებით უფრო გაიგებს რაღაცას ალბათ ვიდრე არაფხიზელი და ეხლა გარეთ როცა არის თქვა რეაბილიტაციო ცენტრი შემოს ავსია ტრიგერი ყველაფერი ტრიგერია დამოკიდებული ადამიანისთვის ხო სუნებიდან დაწყებული შეიძლება სახლი ქუჩა სადარბაზო ეს ყველაფერი ატრიგერებს რა და ამასთან გამკლავება თან მარტო შეუძლებელია ხო ეგეც მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ რომ იმასაც სწავლობენ ადამიანები რეაბილიტაციაში რომ ამას მარტო მე ვერ მოვერევი რა და ეგ მაგალითებიც აქვთ იქ რომ მარტო ამას ვერ შეუძლებ ჭირდება რაღაც დახმარება ამ ადამიანების რომლებიც იგივე გზას გადიან. აი ერთი პრობლემის ქვეშ ვარ, ანუ ზუსტად იციან. ანუ იქ ზედმეტი ის არ ჭირდება ხოლმე ადამიანებს ახსნა რა რაღაცას რო ყვეს მეორე ადამიანი გრძნობს, იმიტომ რომ ზუსტად იგივე გაიარა მაგანაც. ან იმ მომენტში გადის და რაღაცა მარტივად უგებენ ერთმანეთს რა. თან ახლა ინფორმაციას რო იღებენ, ხო ამ ინფორმაციით მე იძინებენ, სუმაგაში ცხოვრობენ რა და ეს twins უკეთესად იმახსოვრებს და ახალი ნეირონების გაჩენა მიდის, ხო, იმ ძველების გაწყვეტა უნდა მოხდეს და ახლის დაბადება რა. რასაც დრო უნდა, მალე არ ხდება. ორ კვირაში ერთ თვეში და იმაში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, არ ხდება და რაღაცა პერიოდი ჭირდება, ხო, ამას რომ კი, აუცილებლად. ძალიან კარგ რამეს შეეხე, ჯუნა, ანუ რაღაცა ახალი ტვინის ახალი უჯრედების დაბადების თემა შეეხე, ხო? ჩვენ
განსაკუთრებით ეს პოსტსაბჭოთა პერიოდი, ვისაც გამოგვივლია იმ ადამიანებს და საბჭოთა პერიოდი, რატომაც ესე გვზდიდნენ, ესე გვასწავლიდნენ, რომ ტვინის უჯრედი არის ერთადერთი, რომელიც არ აღდგება. კანი ხორცდება, ყველაფერი ხორცდება, ტვინის უჯრედი თუ მოკვდა არ აღდგება. მაგრამ დღეს უკვე არსებობს ნეიროპლასტიურობის თეორია, ნეიროფსიქოლოგები, რომლებიც რასაც იკვლევენ და უკვე დადასტურებულია, რომ ტვინს აქვს უნარი, რომ აღდგეს, განვითარდეს და გახდეს ძალიან უნარიანი იმასთან შედარებით, ოდესმე რაც ყოფილა, მაგალითად. და ბევრი კვლევა ადასტურებს ამას რა. თუმცა ასევე ადიქციების სფეროში იდება კვლევები, რომ ამ პროცესს თვითონ დოფამინის და თვითონ ნეირომედიატორების აღდგენასთან ერთად, თვითონ ტვინის უჯრედების უნარიანობის აღდგენას გარკვეული დრო ჭირდება. მაგალითად, იმის გაძლება, რომ მე შინაგან სიცარიელის შიმშილს ვგრძნობ და არაფერი არ მიხარია, ხო, რაღაცა პერიოდი, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ნეირომედიატორები, არ მაქვს ორგანიზმში, რაც სიამოვნებას მანიჭებს, ხო? ამის მოთმენა და გადატანა იმ მიზნამდე, იმ დრომდე მიტანა, როცა მე გავიღვიძებ და წამომივა ეს ბზით მინიჭებული, ან ფერების დანახვით მინიჭებული სიხარული, ამას დრო უნდა. რეაბილიტაცია ამ დროს გაძლევს. როგორც თქვი, ტრიგერებისგან თავისუფალი გარემო, ხო? რა არის ტრიგერი ბარემორი სიტყვით რო ვთქვათ, რომ მაყურებელმა გაიგოს, ხო? არ ვიცი ახლა ის ვთქვა თუ არა, მაგრამ ეს პავლოვის ძაღლის ექსპერიმენტს მაინც ხვადაღებულია, მაგრამ ძალიან კარგად ამ ქცევის თავისებურებას ავლენს, ხო? პავლოვმა აღმოაჩინა, რომ ზარს რო რეკავდა, ძაღლს ნერწყვი ნელ-ნელა დაიწყო ნერწყვის გამოყოფა მანამ, სანამ დაინახავდა საკვებს. ეს არის განმეორებითი ქცევის ეფექტი თავის ტვინზე. იგივე არის ადიქციის შემთხვევაში, როგორ ხდება ტრიგერის ზემოქმედება ტვინზე. მაგალითად, პირობითად ვამბობ, მე თუ რომელიღაცა კონკრეტული ტელეფონით რაღაცა თამაშის ქცევა განმიხორციელებია, რის საფუძველზეც მოგების ეფექტი განვიცადეს სასიამოვნო, ხო? ამ ტელეფონს თუ ხშირად გამოვიყენებ და ეს ხშირად განმეორდა, ეს ტელეფონი ჩემთვის იქნება მატრიგერებელი. შეწყვილდება შედეგთან. ჩემი მზაობა და ტოლვის წამოსვლა, შეიძლება თამაში საერთოდ არ ვაპირებდე. დავინახავ თუ არა ამ ტელეფონს, მოდის ტოლვა. ტოლვა არის ორგანიზმის მომზადება, რომ განახორციელოს ქმედება. და ადიქციების შემთხვევაში ეს ხდება ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დონეზე დადის. იმპულსური ქცევის დონეზე დადის, რა დავინახე, ტვინი გაბეზიან და წამოვიდა ტოლვა და ამ ტოლვას უნდა დავყვე. ამიან სადამ თავიდან, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ტრიგერებისგან დისტანცირებას გულისხმობთ გამოჯანმრთელების საწყის პერიოდებში, ხო? და ეს არის ის დრო, რომელიც არის ბენეფიტი, რომელიც ადამიანებს ასწავლის, რომ ბევრი უნარი შეიძინონ ტოლვასთან გასამკლავებლად. ხო, ეს არის მნიშვნელოვანი. ზუსტად. ხო. ტოლვები რეაბილიტაციაში არის რამდენიმე ტოლვას, ხო, არის ფარული ტოლვა, რომ საერთოდ ვერ ხვდება ადამიანი, რომ ტოლვა აქვს და დარწმუნებულია იმ მომენტში, რომ საერთოდ აღარ გაეკარება არაფერს, უბრალოდ ბავშვი მოენადრა, ან რაღაცა იქ საქმე აქვს, რაღაცები ახსენდებათ რა სულ და მაგას ვიძახით, ხო, ფარულ ტოლვას რა, რეალურად რომ გადის იქიდან და ხო არიან რომ ტოვებენ ეს რეაბილიტაციო ცენტრებს თუ დროზე ადრე მე ხვდებიან რა და ბევრი მალევე უკან მოbrunებულა რომ ვაფშე საწავედი რა მონატრება რა საქმეო საერთოდ თურმე სხვა რამე მდომებია რა იქ ტოლვებთან გამკლავებასაც სწავლობენ რა თქმა უნდა რომ მე როცა გაივლი ხო ეს რეაბილიტაცია და პირველი ნაბიჯია დაწყება არის ხო რაღაც გამოჯანმრთელების გზის დასაწყისი არის რა ეს რეაბილიტაციო ცენტრში დაყოვნება მაგით არის უსაფრთხო გარემო და იმ უსაფრთხო გარემოში სწავლობს ადამიანი როგორ გამომკლავდეს მერე უკვე ამ საშიშროებებს ესე ვთქვათ რა როცა გარეთ გამოვა რა უკვე მომზადებული აბჯარას ხმული ასე ვთქვათ გამოდის როდესაც თუ მიყვება ბოლომდე პროცესს რა შუაში როცა უფრო ძალიან დიდი რისკი არის იმისი რომ სადღაც უკან დაბრუნდება რა ილუზია კი ექნებათ რომ რაღაც გამოვიდა 1 თვე 2 თვე რაღაცა ის მაგრამ
მე ბევრს უთქვამს, რომ ვისაც ეს მოსვლია ჩავარდა, მე კიდე დაბრუნებულან, რომ აი ეს ორი თვეცო რაღაცა კბილებით ტანჯვაში ვიყავი და რეალურად რეაბილიტაციას რო გადის, აღარ უწევს ტანჯვაში ყოფნა, არაფრის კბილი, არ ჭიდაობა აღარ უწევს, იმიტომ რომ უკვე იცის როგორ რას გავუმკლავდეს, რა გააკეთოს, ყავს ძალიან ბევრი უკვე ახალი მეგობარი გამოჯანმრთელებაში ვინც არის. და იმათთან ერთად იმათი დახმარებით უკვე ცხოვრება რაღაც მარტივი ხდება ადამიანების რა. და კი, აბსოლუტურად და მან კიდე ერთი კაი ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია რა. ადამიანი სწავლობს მიღებას. ტოლღის ნახე, თითქოს აი დამოკიდებული ადამიანი, აი ესია რეფლექსური ქცევიდან გამომდინარე, რომ რახან ტოლვა წამოვიდა, განწყობა აქვს, რომ სხვა გზა არ აქვს, უნდა დაყვეს ამ ტოლვას. აი ამ რეაბილიტაციის პროცესში ადამიანი სწავლობს ამ ტოლვის გაცნობიერებულ მიღებას, რომ ხო, მე ხარ ტოლვა მაქვს, მაგრამ მე მაქვს საკუთარი თავზე ნება, კონტროლის უნარი და ამ ტოლვას მარტივად გამომკლავდები, ან ინსტრუმენტს გამოვიყენებ, ან გადავავადებ, ან რაღაცას ხვით ჩავანაცვლებ, ყოველ შემთხვევაში ტოლვას აღარ მივცემ უფლებას, რომ აკონტროლოს მე. ჯობია მე ვაკონტროლო ჩემი რაღაც ზუსტი იმპულსური გამოვლინებები საკუთარ თავში და აქ შემოდის ის ნებისყოფის ფენომენი ზუსტად. მანამდე რო იყო, რომ თუ შემოვიდა ადამიანს ტოლვას, უკვე ნელ-ნელა უმართავობაში მიდის და უკვე საერთოდ აღარაფერი აღარ აინტერესებს რა. აი აქ უკვე აი პაუზის აღება, მიღება, არა უშავს მე რა, ვიცი რაღაცები უნდა გავაკეთო, გამოვიყენო ინსტრუმენტები და ვშო არ არის და ვაგრძელებ. უკვე ვიწყებ იმის კეთებას, რაც რეალურად ჭირდება და აღარ მიუყვები იმას, რაც იმ მომენტში მინდა, ან twins მოუნდა. ეს პროცესი დაუსრულებელია რეალურად, მაგრამ საინტერესოა, იმიტომ რომ ადამიანი მუდმივად ვითარდება და მე მგონია რომ რა ვიცი იმისთვის ვარ გაჩენილი, რომ სულ რაღაცა ახლის ძიებაში უნდა ვიყოთ, განვითარებაში უნდა ვიყოთ და საკუთარ თავს უმეტესობა ადამიანი ჩემი აზრია არ იცნობს საერთოდ. რეალურად დასვა და კითხვა რა გინდა, როგორ გინდა, ჩამოყალიბებულად უმეტესობას არ იცოდინება. ალბათ ძალიან პატარა პროცენტი არის, ვინც რაღაცა იცის. და მსოფლიოში მარტო ჩვენთან გია. პირდაპირ ამბობენ ხო, რომ აი არ მახსოვს. მე ვინ ვარ და როგორი ვარ. რომ მთელი ცხოვრება რაც მახსოვს, ვარ გასული, ვარ დისოცირებული ვარ რაღაცა სხვა. აი წერან თქვი ძალიან ესეთი საინტერესო ფენომენი ნებისყოფასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების დამოკიდებულება ხო რომ აი ძალიან მარტივია რა ესე წამოსაძახებლად მხარდამჭერ სისტემას გულისხმობ ამ შემთხვევაში რომ აი ნებისყოფა არ აქვს და შეუპასუხისმგებლო და პასუხისმგებლობა არ აქვს და მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს და რეალურად არ ვიცი ხა რამდენად ეფექტურად გამოვხატეთ, ხო? რეალურად ეს არ არის პრობლემა, რომელიც ნებას ექვემდებარება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ავტოპილოტის რეჟიმში გადადის მომხმარებელი ადამიანის ის რომ მე მჭირდება რაღაცა, რომ ჩემი დამაჯილდოებელი სისტემა, სიამოვნების ცენტრი, რასაც მიეჩვია, ის მიიღოს, ხო? ეს არის უკვე ზუსტად ეს განსაზღვრავს ამ დაავადების ქრონიკულობას რა. მუდმივი პროცესია, ხო? აი ძალიან კარგი ილუსტრირება ხდება ხოლმე თუ აი ქრონიკულ დაავადებასთან რაც ჩვენთვის მაინც მოსახლეობისთვის ნაცნობია აი დიაბეტისთან რო გავაიგივოთ ახლა მეც მიყვარს ეგ შედარება ხო ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ხო როგორც დიაბეტის მქონე ადამიანს არ შეუძლია დაავიწყდეს თავისი დღის რეჟიმი სწორი კვების რეჟიმი რა ვიცი სწორი ფუნქციონირება თავისი მიზნები ის ნეგატიური შედეგები რამაც შეიძლება ახლა ტკბილის შეჭმა გამოიწვიოს ხო ისევე არ შეიძლება ზუსტად რომ ნარკოდამოკიდებულების ან ქცევითი დამოკიდებულების პრობლემის მქონე ადამიანს ოდესმე დაავიწყდეს თავისი ქრონიკული დაავადება ხო ეს არის ქრონიკული დაავადება თუ ჩართავ ის ჩაირთება შეიძლება საერთოდ არ გინდოდეს რომ ჩაირთოს მაგრამ არსებობს გარემო პირობები რომელიც განსაზღვრავს რომ ჩაირთოს და აი აქ მინდა ვთქვა რომ ეს რეაბილიტაციის ცენტრები ხო და ზოგადად რეაბილიტაციის პროგრამა განსაკუთრებით აი CBT-ზე დაფუძნებული ის ცენტრი ვის წარმომადგენლები ჩვენ ვართ ხო ეს ცენტრი ძალიან კარგად ავითარებს, აიმუნარებს, რაც ჩვენ გვჭირდება
ფუნქციური, რეალიზებული, ბედნიერი ცხოვრებისთვის, ხო? ანუ ეს არის მოტივაციური ინტერვიურებაზე, კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიაზე, დიალექტიკურ ბიჰევიორალურ თერაპიაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის პროგრამა, სადაც ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას სწავლობს თავის ცხოვრებაში. ეს არის ემოციური რეგულაციის სწავლება, თვითკონტროლის სწავლება, ბალანსის შენარჩუნება, შინაგანი კომუნიკაციის უნარები, დაახმარების უნარები, თუ რა ვიცი, ხა, ნებისმიერი ასერტულობის უნარები და რაც ყველაზე ისეთი, აი, ჰარმონიულია იმ ცენტრში რა, რომ და ჯგუფებზე რო ლაპარაკობდით, ხო? აი ეს მსგავსების პრინციპი, რომ მარტო მე კი არ მაქვს რაღაც ასწავლი პრობლემა, თურმე ყველას ეს პრობლემა ჰქონია, ამ ადამიანებს, აი, არ ვიცი, შეიძლება შენც გაგიგია, რომ აი, ხანდახან თავჩდები ხოლმე და ვფიქრობ, რომ ნეტა მართლა შესაძლებელია ამდენად ჯანსაღი იყო ადამიანი, როგორც არიან რეაბილიტაციის პროგრამის გავლილი ბენეფიციარები. ესენი არიან საოცარი და სხვათა შორის კვლევები მაქვს წაკითხული, რომელიც ადასტურებს, რომ რეაბილიტაცია გავლილი ადამიანები, ანუ თერა რეაბილიტირებული გამოკიდებული ადამიანების, აღარ ვიცი უკვე რა კონტექსტში ვიხმარო, არიან საუკეთესო მეგობრები, საუკეთესო ოჯახისევრები, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის, სოციალური და პიროვნული და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და ძალიან თვითრეალიზებული ტიპები წლებში რა. კი, ეგრე ანამდვილად. ამიტომ, აი რა ვიცი, ჩემი აზრით რეაბილიტაციის პროგრამა მარტო კონკრეტული პრობლემის მქონე ადამიანებისთვის კი არა. აი ჯანსაღი რო გონია თავი იმ ადამიანებისთვის იქნება ძალიან დიდი, რა ვიცი. კი, და მიღწევა და ბენეფიტი. ნამდვილად, ხო. მაგრამ სამწუხაროდ ბარემ იმასაც ვიტყვი, ხო, ჯუნა, რომ გვინდა თუ არ გვინდა, რატომღაც სახელმწიფო არ იღებს ამ პროგრამების რა ვიცი, თანადაფინანსება მაინც რო იყოს ბევრად ბევრი ადამიანი იქნებოდა ჯანსაღი, რეაბილიტირებული, ვიდრე დაუშვათ, ხა რასაც კერძო პროგრამები წვდებიან, ხო? კი, რა ძალიან ეხლა რაც ხდება, არის ძალიან მინიმალური რა რაღაც ალბათ საქართველოს მოსახლეობის 1% მაინც შაჰო 2-მა რო საერთოდ ესეთი რაღაცა არსებობს რა და ყველა ერთ და იგივე წრეზე ტრიალებს და მე მაინც ისე უყურებ რომ რაღაც ახალი თემა არის ჩვენთან ქვეყანაში რა, სულ რამდენიმე წელია, სულ ალბათ 10 წელია მაქსიმუმ, რაც დაიწყო აი ამაზე, ეს ესაუბარი რა, რომ დაავადება აქ არ არის არაფერ შუაში, რომ რაღაცას ნებისყოფა რა, განცუდია მაინდა-მაინც. ეს არის დაავადება, აი როგორც დიაბეტი რო ახსენე, სულ მაგ ეგ შედარება მოყავს ხოლმე მეც, როგორც დიაბეტის მქონე ადამიანს რაღაცები არ შეუძლია, უნდა გაიკეთოს ინსულინი, რაღაცები უნდა ქნას, ისევე დამოკიდებულ ადამიანს არ შეუძლია. სულ არ უნდა და იმას რომ ესე ყოფილიყო, ხო, მაგრამ ნუ მოხდა ისე რა, ნუ არის ხო ის ერთ-ერთი მოსაზრებაც, რომ შეიძლება გენეტიკურიც იყოს, შეიძლება ადამიანი უკვე დაიბადოს, ეხლა ეგ არ არის დამტკიცებული ესე მეცნიერულად, მაგრამ მაგაზეც მიდის საუბრები სადღაც, რომ შეიძლება უკვე დაიბადოს იქ რაღაც და ტვინის ხვანაირად გქონდეს მოწყობილი და ნუ სადღაც აი პირველი რაღაცა მოხმარებამ იმხელა ის მიცეს რომ ის უკვე ჩართო ზეგანაც ახსენე, ჩართო ის დამოკიდებულება და მაგრამ მარტო მოხმარება ხო არ არის ეს დამოკიდებულება, ხო რაღაცა ეს უბრალოდ იმდენად ჩანს და იმდენად დამანგრეველია რაღაც ნარკოტიკი, ალკოჰოლი, თამაში ყველაზე ისეთი რა, ანგრევს ყველაფერს. გარშემო, თავისთავად ადამიანი და გარშემოც ყველაფერს ანადგურებს, მაგრამ რამდენი გამოვლენა აქვს დამოკიდებულებას, რომელიც ესე არ ჩანს, იმიტომ რომ იქ მარტო ერთი ადამიანი შეიძლება ზიანდებოდეს და ინგრევოდეს და ისე ძალიან სხვებს რო არაზიანებს, ნუ დიდად ეხა არ აინტერესებს და არც იციან ადამიანებმა რომ რა შეიძლება სხვადასხვა სახელებს არ ქმევდნენ. მაგრამ დამოკიდებულება აი ეს მე მაინც არ იმის კენ რომ ცნობიერების ამაღლება არის საჭირო რა და სახელმწიფოს ჩართულობა რა თქვით გონია რომ ნელ-ნელა ეგენის დაიწყება. ან უნდა დაიწყო, ან ცოტა უნდა დავაზალოთ რომ აბსოლუტურად გეთანხმები. იყო პერიოდი, როდესაც ეს პატარ-პატარა გამონათებები საერთოდ არ არსებობდა ამ ქვეყანაში და ნუ ფაქტობრივად წლის ნახვის ამბავი ქონდა. და შენ ახსენე ესეთი რამე, რომ აი ეს ცნობიერების ამაღლება, სტიგმის შემცირება, ეს რაღაცები ნელ-ნელა დაიწყო. თუმცა ამას ვერ ვეტყვი ქალებთან მიმართებაში.
იმიტომ რომ დღესდღეობით სტიგმა ბევრად უფრო მწვავეა ქალების ადიქციის შემთხვევაში და სამწუხაროდ ჯერ ოფიციალური კვლევები არ არსებობს, ეხლა ზოგადად გვიჭირს ქვეყანაში კვლევების თვალსაზრისით, მაგრამ მომართვიანობა ძალიან გაზრდილია ქალების ნარკოპრობლემით, ალკოჰოლის პრობლემით, თამაშების პრობლემით და აი სტიგმატიზირებიდან გამომდინარე ის რომ მათ ხვენიათ აღიარონ თავიანთი პრობლემა, აი ეს მომართვიანობა ბევრად უფრო მეტი იქნებოდა. და გარდა ამისა, ერთი ისეთი თავისებურებაა რა, ადიქციის პრობლემაში ქალები ძირითადად უფრო შედიან ცოტა უფრო მაღალ ასაკში, ვიდრე მოზარდი ბიჭები მაგალითად და ქალების შემთხვევაში მათი სხვებზე დამოკიდებულება სოციალურ-ეკონომიურ თვალსაზრისით უფრო მაღალია. მაგალითად მეუღლეებზე, რა ვიცი, შვილებზე შეიძლება ხშირ შემთხვევაში, ხო? ამიტომ აი ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა აღიარების თვალსაზრისით. ანუ დროულად ვერ ხდება უფრო აღიარება პრობლემის და მიმართვიანობა, ვიდრე გარდა ამისა, ნუ ეხლა ქართული კულტურალური ეს ჩვენი თითის გაშვერის ფენომენი რატომღაც ხო. მაგრამ მაინც მივალთ მაგითია რომ დაავადება არის ის ქალი, კაცი, შავი, მდიდარი, არამდიდარი, მეცნიერი თუ სპორტსმენი არის, ეს არის დაავადება. ზუსტად ეს აი მაგას გულისხმობს ცნობიერების ამაღლებაში, რომ უნდა ითქვას, რომ არა უშავს. ეს არის დაავადება. აი მაგას მოყვება ალბათ ის რომ ადამიანებს უგიძგებს იმისკენ რომ დაიწყონ რეაბილიტაცია, ხო რეაბილიტაციისკენ გადადგან ნაბიჯი რა ეს ეს თუ მოიხსნება რა ეს როგორ მოიხსნება თუ არა მაღლდება ცნობიერება. ამას რაღაცა ჩვენი რამდენიმე სარეაბილიტაციო ცენტრის იმისძალები ძალიან რთულია და ძალიან გრძელი პროცესია. ამაში რა თქმა უნდა რომ აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა და რაღაც ცოტა ისეთი მასშტაბური კამპანიები. ეს რა ვიცი, ჩემი აზრი არის და რაღაცა მგონია, არ ვიცი, იმდენად მჯერა ამ საქმის, რომ კარგი საქმეა და ეს რეაბილიტაცია ძალიან კარგი რამეს ემსახურება და რაღაც გენოფონდის გადარჩენას. აი ცოტა რამე ესე უყურებ რა, იმიტომ რომ რეალურად ეგრე არის რა, ეხლა მე რასაც უყურებ, ხო, რაღაც ამ წლების განმავლობაში ჩამოწერილი ადამიანები ხდებიან უკვე საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანებად გადაიქმნებიან და მეტი რა არის, ხო, და ნახა როგორი გამძაფრებულია ეს პრობლემა, უკვე სახელმწიფოს ამაზე ლაპარაკობს რა. კარგი ალბათ ამ თემასაც შევეხეთ და ცოტა რომ დავბრუნდეთ რეაბილიტაციის პროცესში და ბევრი რამის თქმა შეიძლება რა. აი მე შენარჩუნებაზეც რო ვილაპარაკოთ რა, კი ადამიანმა გაიარა რეაბილიტაცია ეს ყველაფერი ჩაამთავრა, მიყვა ბოლომდე კურსს, რასაც თქვა თუ თავაზობთ. მე რა ხდება? ხო, შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ კი, მე გავიარე, ნუ всё, მორჩა, გამვიკურნე. კი, შევეხეთ, რომ ეს მუდმივი პროცესია, მაგრამ ნუ მიბმული ხო არ იქნება ადამიანი, თქვათ, მოვიდა ჩვენთან ან ნებისმიერ სარეაბილიტაციო ცენტრში, იქ რაღაცა სერვისი შევთავაზეთ, ჩააგაიარა ეს სერვისი, მიიღო, კარგად არის, გამოვიდა. მე რა ხდება, როგორ გიხებიანი ხარ. აი შენარჩუნების ამბავზეც რო ვთქვათ, ალბათ ერთი-ორი სიტყვა, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება რა, ანუ ნახე, ძალიან კაი კითხვა დასვი რა. მე რა ხდება, რას აკეთებს ეს ადამიანი? ჩვენი ადამიანური არსებობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილება არის თვითაქტუალიზება, ხო? თვითრეალიზაცია. რაღაცა მიღწევის მოთხოვნილების დაკმაყოფილება და იმის განცდა, რომ რაღაცა წარმოვიდგენ და რაღაცაში ვიხარჯები. აი ეს თვითაქტუალიზაცია ყველაზე მწვავე დგება რეაბილიტაციის პროგრამის მერე. და ეს რეაბილიტაციის მოდელი ხო, რაც ახლა არის და რის წარმომადგენლების დაუშვათ ჩვენ ვართ, ხო? იძლევა ძალიან დიდ შანსს, ძალიან დიდი ბენეფიტია, ხო? ადამიანმა შეძლო საკუთარი თვითრეალიზაცია, თუნდაც იმაში, რომ სხვებს დაეხმარა. სხვების დახმარების ხერ, თუნდაც იმაში, რომ შენი სოციალური სტატუსი ოჯახში შეიცვალოს და გახდე მზრუნველი მამა, ან მზრუნველი დედა, ხო? ან რაღაცა ასეთი. შენარჩუნებას, აი, რაც არ უნდა ცოტა ისეთი იყოს რა, რაღაცა რაციონალური ქცევის შენარჩუნებას, რასაც ნებისყოფა ჭირდება გარკვეულ ეტაპზე, ხო? ყოველთვის ჭირდება мотиваცია. мотиваციის, ანუ მუდმივი мотиваციის შენარჩუნება ცვლილებისთვის. განვითარებულ ნორმალურ ქვეყნებში, ნუ რა ვქნათ, ეხლა კიდე ერთხელ რაღაცნაირად უნდა შევეხოთ ზოგადად სტრატეგიას სახელმწიფოს.
რეაბილიტირებულ ადამიანებს აქვს ბენეფიტები და რა? მაგალითად, აქვთ უპირატესობა დასაქმების გარკვეულ სფეროში. მაგალითად, ამ ადამიანებს აქვთ რაღაცა დახმარება, ბენეფიტები, მაგალითად რაღაცა დაზღვევის რაღაცეები, უფასო, ხო? და გარდა ამისა, ამ ადამიანებზე მოთხოვნა იზრდება ძალიან ბევრ სფეროში. ხო, ანუ სახელმწიფოს აქვს ეს სტრატეგია რა, რომ ამ ადამიანმა შეძლოს ამ თავისი ქრონიკული პრობლემის მუდმივად მართვა და მასთან შეწინააღმდეგება. ამ ადამიანს სჭირდება თვითრეალიზების შეგრძნება და ამ დონეზეა ხელშეწყობა. ხო? და ეხა დასაქმების პრობლემა ვიცით, რომ საკმაოდ მწვავეა და სამწუხაროდ, რა ვიცი ეხა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ თუ გადაარჩინა ქვეყნები, თორე სიმკაცრეს არაფერი არ მოუტანია, ხო? მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი რესურსი. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რაც ქართველურია ესეთი, ეს არის ოჯახური შეჯიბრება. ზრუნვა, რაც არ უნდა მაგალითად განადგურებული იყოს პიროვნულად, მორალურად ადამიანი, ხო? მას მაინც ყავს მხარდამჭერი დედა, შეიძლება არასწორად, იმიტომ რომ სწორი როგორია არ იცის, მაგრამ მას ყავს მამა, დედა და მუდმივად სანათესაო, ხო, ეს გვაქვს მაინც, რომ რომლებსაც უნდათ რომ დაეხმაროთ, ხელი გაუმართონ და ამ მით უმეტეს რეაბილიტირების პროცესის მერე ამ ადამიანს აძლევენ იმის შესაძლებლობას, ეხმარებიან, რომ ამ ადამიანმა შეძლოს რომ იყოს კარგი. ძალიან მნიშვნელოვანი თემა მგონია რეაბილიტაციის პროცესში კი ერთი ადამიანი იქ მიდის, რომელსაც გამოკვეთილი პრობლემა აქვს, მაგრამ აი ოჯახის დახმარება, სწორია თუ არასწორია, რო თქვი რა, არ იცის იმან სწორია თუ არა. ამიტომ რეაბილიტაციის პროცესის დროს, სადაც ადამიანი ყოფილა, ამ ოჯახის წევრიც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, აუცილებლად. ისე ძალიან რთული არის, მე ეს შენარჩუნებაზე თუ ლაპარაკობთ, რამე რომ ხშირი ყოფილა შემთხვევები, რომ უცებად რომ გაუვლია რეაბილიტაცია ადამიანს, მაგრამ ოჯახის წევრი თქვა საერთოდ არ თulis რომ თვითონ ამ პრობლემა აქვს და მე უკვე აი რო გონია რომ სწორია, რომ ეხმარება, პირიქით პრობლემებს უქმნის ამ გზაზე, რომ გააგრძელოს, შეინარჩუნოს, უფრო განვითარდეს, რაღაც იქ ნასწავლი რეაბილიტაციის ნაშრომი და მიღებული ახალი ცოდნა უკვე ცხოვრებაში გადმოიტანოს. რა ამ მასში ცოტა ხელს უშლიან ხოლმე ეგრეთ წოდებული დამოკიდებულები. ამიტომ ვფიქრობ, რომ რეაბილიტაციის პროცესში ამასაც ხაზი უნდა გაესვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოჯახის წევრების ჩართულობა, ვისთანაც ერთად ცხოვრობენ, ანუ გავლენა აქვს და რაღაცა აუცილებლად, ხო. ერთად არის რა, ეს არის ხო იძახიან, რომ ოჯახური დაავადება რა მაგას ესეც არის და ამიტომ ოჯახი ერთად უნდა ჯანმრთელდებოდეს, ეგ არის კარგი ვარიანტი. არის რომ ეხა ისედაც ჯანმრთელდებიან ადამიანები, რომ თქვა ოჯახი არ არის ჩართული, მაგრამ უკეთესია რომ ესე მოხდეს რა და რა თქმა უნდა, უკეთესია და მნიშვნელოვანიც არის თვითონ ოჯახის წევრებისთვის, ხო? იმიტომ რომ დაუშვათ მომხმარებელ ადამიანის დისფუნქციურ ქცევასთან ერთად ოჯახის სისტემა იცვლება. ხო, ანუ მარტო ის კი არ არის რომ მე შენი არ მესმის და როგორ გაგიგო სწორად. ჩემი ინტერესების სფეროთ, ჩემი ქცევის პატერნი იცვლება იმ რეალობაში, მე სხვანაირად ხდები და მე თუ თანადამოკიდებულმა ადამიანმა საკუთარ თავს კითხვა არ დაუსვი, რომ რისი შეცვლა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ოჯახური ჰარმონია რაღაცა გამოვაკეთილშობილოთ, ხო, მივაღწიოთ რაღაცა საუკეთესო ვარიანტს. ფაქტობრივად არაფერი არ გამოდის და ყველაზე კარგად ჩანს ხოლმე ეს აი რეაბილიტაციის პროგრამაში ადამიანს სწავლობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რაღაცას, ხო, ეს არის პირადი საზღვრების დაცვა და სხვის საზღვრების პატივისცემა. ეხლა წარმოიდგინე რეაბილიტირებული ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად იცის საკუთარი საზღვრების დაცვა, საკუთარი მინდას თქმა, არას თქმა, საკუთარი ემოციების ზღვრამდე კონტროლი, ბალანსის მიღწევა და ამ დროს შენ ხდები ძველი პატერნები, რომელმაც ეს საერთოდ არ იცი რა არის. ხო, აი, ხო, აბსოლუტურად შეუთავსებელია, ანუ ვერ მოერგება, ერთად ვერ იარსებებენ ეს ადამიანები. ძალიან გაუჭირდებათ და ხშირ შემთხვევაში ძალიან ხანდახან შეუძლებელია.